ჩაშნური დიასპორის წარმომადგენლები ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვენ. დიასპორის წარმომადგენლებმა ბრიფინგი ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ოფისში გამართეს. ჩვენი კორესპონდენტი მალხას ჩკადუა განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. მალხას გისმენთ. სასო პირველ რიგში ჩაშნური დიასპორის წარმომადგენლები ითხოვენ ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას. ისინი ამბობენ, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ეძლევა იმის საშუალებას, რომ თუ უსაბესად არ მოხდება ქირურგიული ჩარევა, შეიძლება სიცოცხლესაც კი გამოისალმოს, როგორც ცნობილი არის 8 სექტემბერს მას გაუკეთეს ფეხის ამპუტაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საიდანაც მოხდა ლოპოტის ხეობიდან. ის იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იმ ისტორიაში, რომელიც ლაფანყურში მოხდა. ის იყო ერთგვარად მომლაპარაკებელი ხელისუფლებასა და იმ შეერაღებულ ახალგაზრდებს შორის, ჯგუფ შორის, რომელიც გადაადგილდებოდა საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ ამ დროს დაიჭრა ის ფეხში. ჩაშნური დიასპორის წარმომადგენლების ინფორმაციით ეს მოხდა მაშინ, როდესაც ელოდებოდა პასუხ შინაგასაქმე და იმდროინდელი მინისტრისგან ახალაიასთან დაკავშირებით თუ რას იზამდა ხელისუფლება ამ შეერაღებულ ჯგუფთან დაკავშირებით. მეკა ხანგოშვილი და აიოფ ბორჩაშვილი ამბობენ, რომ ის არის უკანონო პატიმარი და არ ელოდნენ თუ ქართული სასამართლო არ გაითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ ეს ადამიანი პრინციპში მას არც არა მარტო ცალი ფეხი არ აქვს, არამედ წლების წინ მას გაუკეთეს ამპუტაცია რუსეთში. ეს პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამპუტაციაც კი არ იყო, ის წამებით ყავდათ რუსებს დამწყრეული. ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ეს გახლავთ 2000 წლის ამბები. რაც შეეხება ამ ჩაშნური დიასპორის მოთხოვნებს, ისინი ამბობენ, რომ უნდა მოხდეს ამ საქმის ხელახალი გამოძიება, პრინციპში უნდა დასრულდეს ის გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ისინი ელოდებიან, რომ ახალი ხელისუფლება მიიღებს ჩატაევის გათავისუფლების გადაწყვეტილებას. ჩვენ შეგვიძლია ეს კომენტარი შემოგთავაზოთ. 8 სექტემბერს ახმედ ჩატაევს გაუკეთდა ფეხის ამპუტაცია. სამწუხაროდ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მას გამონადენი ძალიან დიდი რაოდენობით აქვს ჭრილობიდან, არ შეიკრა ჭრილობამ პირი და სახეზეა განგრენის ნიშნები. აუცილებლად საჭიროებს ხელმეორე ამპუტაციას ფეხის, მაგრამ სამწუხაროდ ახმედ ჩატაევი არ ენდობა ციხის ექიმებს. ის თვლის, რომ ის ამპუტაცია, რომელიც მას 8 სექტემბერს ჩაუტარდა, იყო არ საჭიროებდა ამპუტაციას და ამდენად ის უკვე უარს აცხადებს, რომ ხელმეორედაც მისი ამპუტაცია ციხის პირობებში მოხდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაინც საშუალება ამის არ არსებობს, მაგრამ ახალ სასამართლოს ძველია ამდენად გამოთქვამს, რომ მას შეშფოთებების გამო რომ შესაძლებელია დადგეს მისი ექსტრადიციის საკითხი. რაც შეეხება თვითონ კომისიას, რომელიც თვითონ ჩეჩნებას შექმნეს საქაიის ხელმძღვანელობით, უნდა გითხრათ, რომ რა ეტაპზეა ამ დროისათვის კომისიის მუშაობის ასე ვთქვათ მუშაობა. ჩვენ ამ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა რიგით ადამიანებს ამაში არ გვახედებენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ის თავის საქმეს აკეთებს და ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ადგილობრივად უნდა ჩატარდეს გამოძიება. როგორ მოხდა ახმედ ჩატაევი საქართველოში? ბოლო 2 წლის განმავლობაში ის მუდმივად საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა გარკვეული ხნით გადიოდა ქვეყნიდან. მას ოფიციალურად აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ავსტრიაში, მას შემდეგ რაც მის მიმართ განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური დევნა, ასევე ფიზიკური დევნა რუსეთის ხელისუფლების მიერ. მას ავსტრია მისცა პოლიტიკური თავშესაფარი, თუმცა 2010 წელს ის დააკავეს უკრაინაში, რის შემდეგაც რუსეთმა მოითხოვა მისი ექსტრადაცია და მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული, თუმცა რუსეთის ექსტრადაციას მოყვა საქართველოს პასუხი, უпростоროდ შეთავაზება უკრაინის ხელისუფლებისთვის და ამ გზით მოხდა ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. რა როლს ასრულებდა ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით, ლოპოტის ოპერაციასთან დაკავშირებით ახმედ ჩატაევი? ჩვენ მოვისმენთ ასევე ჩაშნური დიასპორის წარმომადგენლისგან, აიოფ ბორჩაშვილისგან. მას ჩვენ დამატებით დღეს კიდე გავისაუბრებით და შემოგთავაზებთ იმ მასალას, რომელსაც ეს ადამიანები მოაწყვიან მე-9 აგვისტს. როდესაც ალყაში მოექცა ეს ახალგაზრდები თუ საერთოდ ეს გრუპა, ამ დროს იქნა ახმედ ჩატაევის იქ შუამავლობისათვის თბილისიდან ჩაყვანა. ამის შემდეგ რამდენადაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, მან ყოფილა, როგორც გავიგეთ, ბაჩო ახალაიას ხრიდან ყოფილა 15 წუთის ვადით დანიშნული დრო, რომ ამ დროში უნდა მოხდარიყო ამათგან გარიგება და
რა თქმა უნდა, ეს ალბათ ვერ მოესწრო ამ 15 წუთში და ამის როგორც გავიგეთ, იარაღის სროლის ხმის შემდეგ სნაიპერის წვია მოხდა ბიჭებიდან პასუხის მოლოდინში დაბლა მჯდარ აჰმად ჩატაევს და ასევე თქვენთვის გასაგებია მე მგონი რომ ლიკვიდირება მოხდა 7 პიროვნების კიდე იქ. დიასპორის წარმომადგენლებს ასევე შიში აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გადასცეს რუსულ მხარეს დაკავებული, თუმცა ეს შიში უსაფუძო არის. ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებს, მათ თქვეს, რომ მსგავსი რამ უწყებაში არ არის დაგეგმილი, თუმცა არც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ამბობს არც დიასპორა და არც გამოძიების მხარე კიდევ დამატებით დეტალებს ჩატაევთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვეცდებით დავუკავშირდეთ სახალხო დამცველის აპარატს და სასულიერო ასრულების სამინისტროს მაღალჩინოსნებს თუ რას ფიქრობენ ამ საქმესთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა ჩატაევის გათავისუფლება საპატიმროდან. ჭეშმარიტ დიასპორის განცხადების დეტალებით მალხა შკადუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.